გამარჯობა მოგესალმებით ყველას. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. დიდი მადლობა თქვენ რომ მიყურებთ. მადლობა რომ მენდობით და ჩემგან იგებთ ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი. ამ ვიდეოშიც სწორედ ამას გავაკეთებ და შევაჯამებ ბოლო, დაახლოებით 48 საათის განმავლობაში რა ხდებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიდრე მთავარ თემებს დავანონსებ, მანამდე ხედავთ რომ ეკრანზე რუკა მაქვს გახსნილი. ეს არის სულ ახალი საინფორმაციო გრაფიკა, ვიდრე ჩაწერას დავიწყებდი დაახლოებით 1 საათით ადრე გავრცელდა. წერ ამ ვიდეოს უკვე 23 ივნისი არის ღამის 2 საათია დაახლოებით და აი ახლა როცა მე ვსაუბრობ ახალი ტალღა მიფრინავს უკრაინული დემოკრატიის, ასე ვთქვათ, უკრაინული შორი მოქმედების სანქციების ახალი პარტია წავიდა რუსეთის რეგიონებისკენ და ასევე ოკუპირებული ყირიმისკენ. ამაზე მიანიშნებს სწორედ ეს წითელი ისრები, რომელსაც თქვენ რუკაზე ხედავთ. შესაბამისად, უახლოეს საათებში შესაძლოა წამოგვიწიოს კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური ფეიერვერკები, ვიდრე მე თქვენ ამ ვიდეოში გაჩვენებთ და ვიდრე ვნახეთ უკვე როგორც შემდგარი ფაქტები გასული 24 თუ 48 საათის განმავლობაში. მოკლედ, ამ ვიდეოში მექნება საუბარი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის შორი მოქმედების დარტყმებზე, მათ შორის საშუალო დისტანციებზე დარტყმებზე და ეგრეთ წოდებულ ლოჯისტიკის ლოკდაუნზე, როგორც ამ პროცესს უწოდებენ და მექნება საუბარი უშუალოდ ფრონტის ხაზზე რა ხდება. ეს სამივე კომპონენტი არის ესეთი კომპლექსური, ერთმანეთთან კავშირშია, ერთმანეთს ავსებს და მთლიანობაში ამ ყველაფერზე ინფორმაციის მიღება გვაძლევს საერთო სურათს და წარმოდგენას თუ სად არის ახლა პროცესი, როგორ მიმდინარეობს ეს ომი. შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ ყველა ამ კომპონენტს შევეხოთ ხოლმე. ცხადია პოლიტიკურ ამბებთან ერთად ვიდეოს ბოლოს გარკვეულ პოლიტიკურ განცხადებებზეც მექნება საუბარი, რომელიც არც თუ ისე კომფორტულ სიტუაციაში აყენებს ლუკაშენკოს. მოკლედ დაელოდეთ ბოლომდე ამ ვიდეოს უყურეთ, თუ მოგეწონებათ დაალაიქეთ, თუ არ ხართ არხის გამომწერები, გამოიწერეთ, შემოუერთდით აუდიტორიას, თუ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ და გსურთ ჩემი პროექტის მხარდაჭერისთვის, ჩაერთეთ დონაციაში, გაგვაძლიერეთ ფინანსურად, შესაბამისი მონაცემები არის ვიდეოს აღწერაში. ხო, არ მithქვამს რომ ამ ვიდეოში განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობ ყირიმის ნახევარკუნძულზე საუბარს, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება კუნძულს. სწორედ ასე ამბობენ ხოლმე უკრაინელი სამხედრო თუ პოლიტიკური მაღალჩინოსნები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ ეს ყველაფერი აქ არ მთავრდება და უფრო მეტად გამწვავდება. როგორც მოგეხსენებათ, მათ არაერთი ხიდი გაანადგურეს, რომელიც უკავშირდება უკრაინის სამხრეთი ოკუპირებული რეგიონებიდან ყირიმის ნახევარკუნძულს, ამაზე ხშირად მისაუბრია წინა ვიდეოებში და თანდათან უფრო უახლოვდებიან ქერჩის ხიდსაც. გარშემო რაღაცებს იქ ბომბავენ, რაზეც მექნება დღეს საუბარი. მათ შორის საბორნო გადაზიდვებსაც შეუქმნეს პრობლემა, რომელიც ამ გზების ბლოკირების ფონზე ძალიან ისეთი სასიცოცხლო ალტერნატივა იყო მათ შორის საწვავით ყირიმის მომარაგებისთვის. ეს ყველაფერი უკვე საგრძნობლად მწვავედ აისახება როგორც სამხედრო მომარაგებაზე, ასევე უშუალოდ ყირიმის ადგილობრივ მოსახლეობაზე და ამ ნახევარკუნძულის ვიზიტორებზე, მათ განწყობებზე, მათ ქცევაზე. და ასევე აისახება უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც არის მიღებული ადმინისტრაციულ დონეზე. 24 საათიც არ არის გასული მას შემდეგ, რაც ყირიმში გამოცხადდა კომენდანტის საათი და მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის შეზღუდვები დაწესდა საწვავის გაცემაზე. საწვავით მომარაგდება მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, მომარაგდება მხოლოდ უსაფრთხოების სამსახური და გარკვეული რაღაც ადმინისტრაციული სერვისები. მოქალაქეები ვერ იყიდიან, ვეღარც QR კოდები იმუშავებს, ვეღარც ეს ეგრეთ წოდებული ტალონებით გაცემა იქნება და ეს ყველაფერი უკვე ეფექტს გვაძლევს იმ კუთხით, რომ ბევრი ადგილობრივი უკვე ალაგებს შემოდანს, განსაკუთრებით ეთნიკური რუსები, განსაკუთრებით ყირიმის ვიზიტორები და ცდილობს რომ დატოვოს ეს ნახევარკუნძული. ვიდრე ამის შესაძლებლობა ყოველ შემთხვევაში აქვთ, ვიდრე ჯერ კიდევ რჩება ამისთვის გზები. არ აქვს მნიშვნელობა მანქანით, რკინიგზით, როგორც შეძლებენ ისე და შესაბამის ვიდეო მასალებსაც აუცილებლად გაჩვენებთ. მანამდე ცოტა ხნით ამ ჩვენს რუკას დაუბრუნდეთ და აქ ერთ დეტალზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რომელიც უკვე შემდეგ ვიდეოებთან არის კავშირში. როგორც ხედავთ, აქ ისრები, შესაბამისად დრონების შეტევების მიმართულება არის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ძირითადად, მას შორის ყირიმზეც არის საუბარი, მაგრამ აქ უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთით მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამახვილოთ. რამდენიმე წითელ ისარს ჩვენ ხედავთ მათ შორის ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვორონეჟი შესაძლოა განმეორებითი დარტყმების
სამიზნე აღმოჩნდეს. ვორონეჟი იყო სწორედ გასული 24 საათის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი მოვლენის ეპიცენტრი, სადაც დაიბომბა ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის. აი ამ კადრებს ახლა მე თქვენ გაჩვენებთ და თან მოგიყვებით თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს არის საწარმო, რომელიც გარკვეული დეტალებით ამარაგებს რუსული რაკეტების წარმოებას. მათ შორის ფრთოსანი რაკეტების წარმოებას და ბალისტიკური რაკეტების წარმოებას. გარკვეულ ნახევარგამტარებზე არის საუბარი, რამდენადაც გავეცანი ინფორმაციას შესაბამისად. ძალიან მნიშვნელოვანი სამიზნეა უკრაინის თვის, მათი თავდაცვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ სწორედ ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები არის მთავარი საფრთხე უკრაინის ქალაქებისა და ოლქებისთვის, შაჰიდის ტიპის დრონებთან ერთად მოგეხსენებათ. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ობიექტზე დარტყმის შემდეგ მათი, საოკუპაციო არმიის შეტევითი პოტენციალი დიდი ალბათობით შემცირდება და არც ისე უმნიშვნელოდ თუ ამ ქარხნის მასშტაბს გავითვალისწინებთ და ზიანს გავითვალისწინებთ, რომელიც მათ შორის ამ ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს. ჩანგრეულია მთლიანად სახურავი, დანგრეულია რამდენიმე სართული ფაქტობრივად ამ შენობის და გარშემო ობიექტებსაც კი ეს დარტყმების ტალღა მიწვდა. რამდენადაც გავრცელდა ინფორმაცია, ეს არ იყო ერთჯერადი დარტყმა, რამდენიმე რაკეტა მიფრინდა ამ ადგილზე, თუმცა მათ შორის მიმდინარეობს მსჯელობა, რა ტიპის რაკეტების გამოყენება მოხდა უკრაინელების მხრიდან. ადგილობრივ კორესპონდენტებსაც მოусმინოთ, რას ამბობენ. მიეჩვიეთ უკვე ვიცი უკვე მათ ლექსიკას. Короче, здесь нахуй вообще пиздец. Просто пизда вообще. Короче, обломки вон из этого завода нахуй вывалились, блядь. Все лежит на дороге. Дым заполнил все небо, блядь. Это пизда вообще. Нахуй люди, машины, блядь, скорая, пожарная, все. ხო, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ რუსები ჯერ ვერ მიეჩვენენ, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთი დარტყმების შემთხვევაში, რაღაც ძალიან ჩვეულებრივად განან და იღებენ ხოლმე ძალიან ახლო დისტანციიდან. კიდევ ერთი დეტალი, რაც მათ შორის წინა ვიდეოს კომენტარებშიც შემოხვდა, ერთ-ერთი თქვენგანი წერდა, რომ შენიშნა მანაც, რომ იგივე მოსკოვზე დარტყმების დროს არ იყო ჩართული განგაშის სიგნალი, არის მოდა ეგრეთ წოდებული სირენის ხმა. არც სხვათა შორის რაღაც წინასწარი შეტყობინებების სისტემები არ მუშაობს, რამდენადაც ვეცნობოდი მე ინფორმაციას და ვეცნობი მუდმივად. რუსები ხშირად წუწუნებენ, რომ იმდენად არ იმჩნევს ამ პროცესს მათი ხელისუფლება, რომ ელემენტარულად უსაფრთხოებაზეც არ ზრუნავენ, მაგალითად არ არსებობს რაღაც აპლიკაციები, სადაც სხვა შემთხვევაში იგივე უკრაინაში ვიცით, რომ ეს უკვე წლებია დაანერგილია ხო ეს პრაქტიკა, წინასწარ მოდის გარკვეული მესეჯები, სად არის სარაკეტო დარტყმის თუ შაჰიდის დრონის დარტყმის საფრთხე და ასე შემდეგ. ეს სისტემა ძალიან დიდი ხანია მუშაობს იგივე ისრაელში. მსოფლიოში, ასე ვთქვათ, არის ადაპტირებული მეთოდი, მაგრამ რუსებისთვის ეს არ არსებობს, იმიტომ რომ უბრალოდ არ იმჩნევენ ამ ამბავს და არც რაღაც SMS-ი მისდით და არაფერი. მოკლედ ძალიან დაუცველები არიან ამ მხრივ და მხოლოდ დააბრალონ თავის ხელისუფლებას, მათ საინფორმაციო კამპანიების არარსებობას ამ კუთხით და იმ ნარატივს, რომ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია უპრობლემოდ მიმდინარეობს და რუსეთის ტერიტორიაზე არაფერიც არ ხდება. თუმცა ხდება და თან როგორ, აი ასე, როგორცაც ახლა თქვენ ადევნებთ, ერთ-ერთი ესაც არის ამ საწარმოს ტერიტორიაზე, მიმდებარე ტერიტორიიდან გადაღებული კადრი დისტანციიდან, აქაც ძალიან კარგად აღიქმება ამ შეტევის შედეგები და ზარალის მოცულობა. შემდეგ რა გვაქვს? ეს უკვე თავად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის, სადაც დასტურდება, რომ ამ ობიექტზე დარტყმების დროს გამოყენებული იყო ფრთოსანი რაკეტები. კიდევ ერთი ვიდეო მასალა, ესაც ერთ-ერთი ისეთი თუ აი ამ კადრებით ვიმშელებთ, ძალიან ახალი მომხდარი არის ამბავი, როდესაც აი ამ ძღოლმა გაიარა აქ და გადაიღო ეს კადრები. ნახეთ, აი რამდენით გამოცდა და ჯერ კიდევ საკმაოდ შორს
ყრია გარკვეული ნამსხვრევები, ძალიან მძიმე აფეთქებები მოხდა როგორც ჩანს ამ ობიექტზე. კიდევ ერთი კადრი გვაქვს. ხელაკვამლია. მივადექით უკვე იმ ნიუს, სადაც საუბარი არის რა ტიპის შეიარაღება იქნა გამოყენებული, მათ შორის სახელდება Storm Shadows ტიპის რაკეტების, ფრთოსანი რაკეტების გამოყენება და ასევე აქ ნახსენებია, რომ Flamingos ტიპის უკრაინული წარმოების რაკეტების გაშვებაც დაფიქსირდა. აი ეს შემდეგი ნიუსი, რომელსაც ერთ-ერთი უკრაინული წყარო ავრცელებს, მიანიშნებს სწორედ Flamingos გამოყენებაზე დარტყმის მასშტაბიდან გამომდინარე. აქ ნათქვამია, რომ Storm Shadow ვერ გამოიწვევდა ამხელანგრევას და ეფექტს, მათ შორის ამხელა რადიუსზე შენობების დაზიანებას, მინების ჩამსხვრევას, ავტომობილების დაზიანებას, რადგან უფრო რაღაცა დიდი საბრძოლო მუხტის ნიშანია ეს ყველაფერი. თავად Flamingos კი მოგეხსენებათ, რომ ტონაზე მეტი აქვს საბრძოლო მუხტის მასა, 1050 კილოგრამი არის ოფიციალური მონაცემებით. ნახოთ მომავალში უფრო მეტი ალბათ გაირკვევა ამის შესახებ, შედეგი ფაქტია და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს საწარმო დიდი ალბათობით კაი ხნის განმავლობაში ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას და უკრაინელების გათვლა ის არის, რომ ამან შეაფერხოს ტემპი რუსული ფრთოსანი თუ ბალისტიკური რაკეტების წარმოების. ნახოთ ყველაფერი როგორც თქვი კომპლექსურია და ერთმანეთთან არის კავშირში. აი ამ პოსტის ავტორი სერჰი სტერნიკო, რომელიც არის უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, გარკვეულ დეტალებს აღწერს თუ რა იწარმოებოდა კონკრეტულად ამ ობიექტზე. მათ შორის დასახელებული არის პანცირის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, არის ნახსენები დიდი ალბათობით პანცირის რაკეტებზეა საუბარი, ასევე ისკანდერის რაკეტების ნაწილები იწარმოებოდა სტერნიკოს ვერსიით და ხა-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტების ნაწილები. ვერაფერს სიტყვით ნამდვილად არის შთამბეჭდავი ჩამონათვალი. ეს კი არის უკვე არა ვორონეჟი, არამედ მოსკოვის ოლქი, რომელსაც არ ასვენებენ უკრაინელები. 16 ივნისს ჩვენ ნახეთ ძალიან მაგარი კადრები, რასაც ჩემი წინა ვიდეო ეძღვნებოდა. ამ შემთხვევაშიც მოსკოვის ოლქში დაფიქსირდა უკრაინული დრონები გასული 24 საათის განმავლობაში და ამ ვიდეოში ჩანს საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე გადაფრენა. ეხლავე იქნება ეს კადრი. ფანჯრიდან იღებს. არ არის ეს რაღაც მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, თუ აი რაკურსით მიმსჯელებთ და ძალიან დაბალ სიმაღლეზე მოფრინავს ეს დრონი. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ნაკლებად შესამჩნევი იყოს და ნაკლებად მოწყვლადი საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შემთხვევაში. რაც შეეხება შედეგს, მოსკოვის ოლქში ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი დაიბომბა, მოგვიანებით როგორც გახდა ცნობილი და ამაზეა სწორედ ამ ნიუსში საუბარი და შესაბამისი კადრები გვაქვს მოცემული. დუბნა, ასეთი დასახელების კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრი. მოსკოვის ოლქში. შესაბამისი კოორდინატები არის აქ მოცემული, სადაც ეს კადრებია გადაღებული. როგორც ჩანს, დილის საათებში განხორციელებული დარტყმა არის და საკმაოდ დიდი დაკვამლიანება. პრინციპში ამ დარტყმის შესახებ ბევრი ვიდეო მასალა არ გავრცელებულა. თუმცა შეგვიძლია ჩვენ ნახოთ როგორ გამოიყურება აი ეს კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრი მოსკოვში მდებარე დუბნა. რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, იგივე ტელემაუწყებლობის თვალსაზრისით, იგივე სატელიტური კომუნიკაციები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ცხადია უკავშირდება სამხედრო სფეროსაც თავის მხრივ და სამხედრო დანიშნულების კომუნიკაციებს. თუმცა მოგვიანებით გარკვეული რუსული წყაროები ავრცელებდნენ აი ასეთ ინფორმაციას, რომ ამ კომპანიამ, რომელიც მართავს ამ კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს, უარყო ზიანი, უარყო ზარალი მნიშვნელოვანი, თქვა რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს და არც არავინ დაშავებულაო. ეს არის რუსული წყარო, კაცმა არ იცის რეალურად რა მოხდა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კადრში აშკარად აღიქმება აფეთქება. ნახოთ ამ ხრივაც უნდა დაველოდოთ როგორ რა გახდება ცნობილი დამატებით რა ცნობები იქნება და მივოდექით ძალიან საინტერესო პრეცედენტულ ამბავს პრინციპში ახალი რეკორდი უკრაინული შორსმოქმედი დრონების მიერ მიტანილი იერიშის
პრინციპში აღარ გვიკვირს ეს ამბავი, იმიტომ რომ სულ რაღაც ახალი რეკორდები არის ხოლმე. ამ შემთხვევაში საუბარი არის 2500 კილომეტრის დაშორებით რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ტიუმენის ოლქში მდებარე ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც დაარტყეს. ეს რუკა სწორედ ამ დიდი მანძილის ილუსტრაციისთვის არის ამ შორი მოქმედების დარტყმის შემთხვევაში. ვერაფერს იტყვი ურალის მთების დასავლეთით ტიუმენის ოლქი და 2500 კილომეტრი სიგიჟეა წარმოუდგენელი მანძილია და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ჩვეულებრივ ამბად იქცევა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ FP2-ის ტიპის დრონების დახვეწა და უფრო მეტად მოდერნიზება მოხდა, გაუმჯობესება მოხდა, უფრო სწორი სიტყვა იქნება და მათ შორის გაუმჯობესდა მათი მოქმედების არეალი და 3000 კილომეტრამდე გაიზარდა, ასე ვთქვათ, FP2-ების შემთხვევაში დარტყმების დისტანცია. აი ამ პოსტშიც სწორედ ზელენსკის ეგ ციტატა არის მოტანილი, რომ სამიზნეებს კომპანია Firepoint-ის მიერ წარმოებული დრონები ახლო მომავალში უკვე 3000 კილომეტრის მანძილზეც დაარტყამენ. ეს კი ნიშნავს, რომ რუკა ფართოვდება მხოლოდ და მხოლოდ. თავის მხრივ აქვე არის მოტანილი ტიუმენის გუბერნატორის გავრცელებული განცხადება, სადაც ის აღნიშნავდა თურმე, რომ ეს დარტყმა წარუმატებელი იყო, თუმცა აქვე ბოლოს ნათქვამია, რომ სწორედ ასე ამბობენ ხოლმე რუსი ოფიციალური პირები, მაშინ როდესაც დარტყმა არის წარმატებული. თავის მხრივ აქ ვიდეო მასალაც გვაქვს მოცემული, სადაც ძალიან შორი მანძილიდან ჩანს და მაინც აღიქმება ეს კონკრეტული ერიშის შედეგი. წარმოიდგინეთ, რამხელა დაშორებაზე ჩანს ეს ცეცხლი და მაინც ახმადია, რომ ძალიან დიდი ხანძარია და საკმაოდ მაღლა გავრცელებული კვამლი. ტიუმენი 2500 კილომეტრი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან. ეს კი შედარებით ახლოს, თუმცა არც ამ შემთხვევაში გვაქვს ნაკლები ეფექტი. ბრიანსკის ოლქი და ბუმ, ძალიან დიდი აფეთქება. მოგვიანებით როგორც გავრცელდა ინფორმაცია, აქ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. შემდეგ წავიწიოთ წინ. ეს არის უკვე მოსკოვი, ჩვენ ვისაუბრეთ ნაწილობრივ მოსკოვზე, თუმცა ძალიან საინტერესო ტენდენცია სწორედ 16 ივნისის მასშტაბური იერიშის შემდეგ. აქ როგორც ხედავთ, ვერტმფრენით ხდება გარკვეული კონსტრუქციების გარდაზიდვა მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებზე, იმისთვის რომ აქ დააყენონ შემდეგ უკვე საჰაერო თავდაცვის სისტემები. ეძებიან მოსკოვში მოკლედ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შემოდის. ამ საჰაერო სისტემებს, მათ შორის აი ამ კადრებში, რომელიც ჩანს და თუ ამ ინფორმაციის აღწერას დავეყრდნობით, S300-ები და S400-ები გადააქვთ, ბატარეები გადააქვთ მოსკოვის ტერიტორიაზე. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ერთ დღეში ვერ ამზადებენ რუსები და ეს საკმაოდ შეზღუდული რესურსია უკვე მათთვის, თუ გავითვალისწინებთ ინტენსიურ კამპანიას უშუალოდ საჰაერო სისტემების თავდაცვის სისტემების განადგურების თვალსაზრისით უკრაინელების მხრიდან. რასაც მე ვაკვირდები, განსაკუთრებით გასული ზაფხულის შემდეგ, გასული წლის ზაფხულის შემდეგ, აი ეს კონკრეტული სამიზნეები ძალიან პრიორიტეტული გახდა უკრაინელებისთვის და დღე არ გავა, რომ ერთი მათგანის განადგურების შესახებ მაინც არ დაიწეროს და ვიდეო არ გავრცელდეს. განსაკუთრებით ფრონტის პირა ზონაში, ასე ვთქვათ, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ შორის რუსეთის ტერიტორიებზეც ვხედავთ ამგვარ ოპერაციებს, სადაც მიზანმიმართულად დრონებით ურტყავენ ამ საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ახლა ჩნდება კითხვა, იმ ფონზე რომ მით უმეტეს ვხედავთ ამდენ აფეთქებას საშუალო თუ შორ დისტანციაზე კომერციულ ობიექტებზე, ენერგოობიექტებზე თუ სამხედრო ობიექტებზე რუსეთში, მათ შორის მოსკოვში და ერთ ადგილას ხდება ამხელა რესურსის თავმოყრა ამდენი საჰაერო თავდაცვის სისტემის, რა ეშველება დანარჩენებს. დანარჩენები მარტივი პასუხია, ლოგიკური პასუხია ამ ყველაფერზე და ეს არის, რომ უფრო მეტად დაუცველი გახდება და უფრო მეტად მოწყვლადი უკრაინელების შეტევებისთვის. რას კარგავენ ამ შემთხვევაში? უკრაინა არაფერს არ კარგავს, ისინი აკვირდებიან ამ ყველაფერს, მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველა
ყველაფერი კადრში ხდება, ყველაფერი ვრცელდება. ამ ყველაფრის მონაცემების შეგროვება ძალიან მარტივი არის, სადაზვერვო სამსახურების მუშაობის პარალელურად, რა თქმა უნდა, და მათ უბრალოდ ძალიან ბევრი ახალი მონიშნის გაკეთების შესაძლებლობა უჩნდებას, როგორც მადიარს უყვარს ხოლმე თქმა, თავის ბლოკნოტში ახალ-ახალი ჩანაწერები გაჩნდება, რომელიც ამიზნეები უნდა დაიბომბოს სამომავლოდ. ნახოთ, ეს მათთვის ის რომ მოსკოვში გადაიტანენ რამდენიმე S300 თუ S400 არაფერს არ ცვლის, დიდად არ დაარტყამენ მოსკოვს და არ არტყამენ სხვას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი აღარ გახდება სამიზნე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი და პეტერბურგი და მათი მოსახლეობის შეწუხება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის, ახლა პოლიტიკური ამოცანა არის უკრაინის ხელისუფლებისთვის. ესაც მოსკოვის ოლქი არის და ეს გზატკეცილებზე განლაგებული და ხიდებზე განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები და მთელი ეს შესაძლებლობები იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს 16 ივნისი. აქ პატარა ირონია შემოვიტან ბოლოს. მოგეხსენებათ და ნახეთ უცნობილესი კადრები, რომელიც ეხებოდა მოსკოვის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის დაბომბვას და მათ შორის მას შემდეგ, რაც მე 16 ივნისს ჩავწერე ეგ ვიდეო, ერთ კადრზე დამწყდა გული და ეხლა უნდა ავანაზღაურო. სხვა შორის კომენტარებში მიწერდით, რომ მაგის შემდეგ გაირკვა სწორედ ეს ამბავი და გავრცელდა ეს ვიდეო. მოკლედ ის ეპიკური კადრი, სადაც ჩანდა რეზერვუარის აფეთქება და მისი სახურავის ახდა და ჰაერში დიდ სიმაღლეზე ავარდნა. ჩვენ ვფიქრობდით თავდაპირველად და ლოგიკურად ვფიქრობდით, რომ ეს იყო უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად გამოწვეული ეფექტი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ასე სულაც არ ყოფილა და აი ამ კადრებში, რომელიც ჩინელი მუშების მიერ არის გადაღებული და ცოტა მოგვიანებით გავრცელდა, ჩანს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა დრონის მოსაგერიებლად უშვებს რაკეტას და ეს რაკეტა ეცემა სწორედ აი ამ ნავთობ რეზერვუარს. გაუშვათ თავიდან. აი აქ დრონი მიფრინავს, ნახეთ, აი აქ დრონი მიფრინავს, ჩანს. აი აქ. და რაკეტა სწორედ ამ მომენტში გაუშვეს. აცდა მიზანს, სამაგიეროდ მოხდა და შემოგთავაზა აი ეს არაჩვეულებრივი კადრი, რომელიც გადაჭარბების გარეშე ისტორიას ნამდვილად დარჩება. ნახეთ ამის არაერთი რაკურსი. და თუ არ გინახავთ, ძალიან ბევრი დაგიკარგავთ და ჩემი წინა ვიდეო ჩართეთ მაგ შემთხვევაში. აი აქაც არის, კაი, აქაც გაჩვენებთ. არ გაჩვენებთ, ჩემი წინა ვიდეო ჩართეთ. კაი, ჩავხუროთ ეგ თავი, ახლა არანაკლებ მნიშვნელოვან ამბებზე გადავდივარ და ერთ-ერთი ამ შემთხვევაში საშუალო დისტანციაზე განხორციელებული იერიში და მისი შედეგი უნდა ვნახოთ. ეს ხდება ზაპოროჟიეს ოლქში. უკრაინის სამხრეთი მიმართულება ფრონტის ხაზის და გაფეთქდა ძალიან მნიშვნელოვანი ლოჯისტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ხიდი, რომელსაც უკრაინელებმა დაარტყეს მართვადი საავიაციო ბომბით. ნახოთ ეს კადრი, ეფექტური სანახაობაა და შემდეგ უკვე მოგიყვებით, რატომ არის კონკრეტულად ამ ხიდის დაბომბვა ძალიან მნიშვნელოვანი. აქ არის დარტყმის მომენტი. ძალიან ზუსტი დარტყმა, პირდაპირ შუა ნაწილში გზის, თუ დააკვირდით. ეს გადავიდეთ უკან. კი ბატონო. ნუ ცალსახაა რომ ამ ხიდისგან მთელი არაფერი არ დარჩებოდა. ეს მხოლოდ ვარაუდი არ არის, ამის კადრით დადასტურებაც შეგვიძლია, აი ეს არის სწორედ ეს ლოკაცია. Ой-ой-ой, присандолило неплохо, хлопцы. Мост полностью разрушен. Проезда нет. ეხა ნახეთ რამხელა ორმო არის აქ შეხედეთ. Вот такая дырка, и там насыпь. Вот. Назад нет дороги пока. О, УАЗик вообще, смотри, разорвал.
თანხმდებით, რომ ეს ხიდი გამოუსადეგარი გახდა, ხო? Ой-ой-ой, Пресантолева. ეხლა ვისაუბროთ იმაზე, რისთვის იყო საჭირო ეს ხიდი და ვნახოთ რუკაზე სად არის ეს ამბავი. ეს არის მაიაკოვსკ ანალიტიქსის წყარო, რომელიც წინა ვიდეოებშიც მიხსენებია. ეს არის სოფელი ვასილივკა, სადაც მდებარეობს ეგ ხიდი და რომელიც უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეს სამხრეთი მიმართულება, როგორც ხედავთ. აქ არის ესეთი სურათი. ეს იყო ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება რუსეთისთვის, გასული წლის ბოლოსთვის დაანონსეს, რომ პრიმორსკე უნდა ავიღოთო, მერე ვნახეთ უკრაინელების კონშეტევა. პრიმორსკე გაწმინდეს ასევე სტეპნოჰირსკი და ახლა მიმდინარეობს მცდელობები უკრაინელების მხრიდან, რომ დაიკავონ კამინსკე, აი ეს დასახლებული პუნქტი და გადაჭრან აი ეს მომარაგების გზები და აქ მყოფი რუსული დანაყოფები ფაქტობრივად ალყაში მოაქციონ. ეს ამბავი ხდება აქ, წარმოდგენა რომ შეგექმნათ და სწორედ კამინსკეს მიმართულების მომარაგებისთვის არის უმნიშვნელოვანესი აი ეს გზა, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ. აი ეს გზა. კამინსკესკენ მიმავალი გზა და ამ გზას უკავშირდება სწორედ ეს ხიდი, რომელზეც საუბრობთ და რომელზეც განხორციელდა ეს დარტყმა. აი ეს ლურჯი მონიშნაც სწორედ ალბათ მიხვდებოდით, რომ ამ დარტყმას აღნიშნავს და მოკლედ, შედეგიც ვნახეთ და ამოცანაც პრინციპში ძალიან ლოგიკური და გასაგები არის, ამოცანა ამ გზის ბლოკირება, გასაგებია რომ კამინსკეში მოხვედრა სხვა მხრიდანაც არის შესაძლებელი და აქ არის სხვა მეორე ხარისხოვანი გზებიც, მაგრამ ეს მთავარი არტერია იყო ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე ამ მიმართულებაზე და საქმეს ძალიან გაურთულებს რუსებს. მოკლედ, უკრაინელების ამოცანა გასაგებია, ისინი ამ დარტყმებს უკრაინის სამხრეთით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალ სტრატეგიული მნიშვნელობის გზებზე ახორციელებენ იმისთვის, რომ შეასუსტონ მტრის შეტევითი პოტენციალი, შეასუსტონ მათი პოზიციები და შესაბამისად აიძულონ ისინი, რომ დაიხიონ უკან ეტაპობრივად თანდათან ალბათ უფრო დიდ კონტრშეტევებსაც ვიხილავთ, არა მხოლოდ სამხრეთის მიმართულებას ეხება ეს, ეხება ასევე დონეცკის მიმართულების მომარაგებასაც, რომელსაც პასუხისმგებელი არის სწორედ აი ეს გზები. აი დონეცკის ოლქის მიმართულება, მარიუპოლის გავლით მიმავალი გზები და ეს სატვირთოების აფეთქება, მონიშნები სწორედ საწომზიდების აფეთქებას გულისხმობს. ფრონტის ხაზთან დაკავშირებით დამატებით რის თქმა შეგვიძლია იმის, რომ სამხრეთის მიმართულებაზე მეტნაკლებად უკრაინელები კვლავ ახერხებენ წარმატებას და თანდათან უფრო მეტ ტერიტორიას ათავისუფლებენ ისინი, მათ შორის აი ეს ივანივკა არის ერთ-ერთი ბოლო, რომელიც მათ გაათავისუფლეს და ლურჯი მონიშნა სწორედ ამაზე მეტყველებს. ეს გახლავთ დონეცკის ოლქის საზღვრისპირა დასახლება ფაქტობრივად. დნეპროპეტროვსკის ოლქის და დონეცკის ოლქის გზაგასაყარზე, ასე ვთქვათ. მოკლედ, სამხრეთის მიმართულებით უკრაინელები ცალსახად ფლობენ ინიციატივას, აქ რუსეთის შეტევები ფაქტობრივად არის უკვე მინიმუმამდე დასული, თუ არ ჩავთვლით ხულაეპოლესთან, აქ ჩრდილო-დასავლეთით გარკვეულ ახალ მიმართულებას, აი აქ აქვთ მათ მცდელობები შეტევების განხორციელების, ეს ნაცრისფერი ზონაც გარკვეულწილად გაფართოვდა ჰულაეპოლესთან ახლოს. სხვა მხრივ აქ უკრაინელები მეტნაკლებად აკონტროლებენ სიტუაციას და რიგ შემთხვევებში, როგორც აღნიშნეთ, წინაც მიიწევენ. სწორედ სამხრეთის მიმართულებას უკავშირდება ყველაზე მეტი გათავისუფლებული ტერიტორიები ამ წლის განმავლობაში უკრაინის მხრიდან. შედარებით რთულად არის საქმე კვლავ დონეცკის ფრონტზე, განსაკუთრებით ეს ეხება კონსტანტინივკას მიმართულებას, რომელიც ფაქტობრივად სრულად არის უკვე ნაცრისფერ ზონაში მოქცეული ფლანგებიდან, ცენტრალური ნაწილი არის მხოლოდ სადაც ჯერჯერობით არ ფიქსირდება რუსი ოკუპანტების ინფილტრაცია. აქ გასაგებია, რომ რაღაც დიდი ცოცხალი ძალის დანაყოფების შესვლაზე არ არის საუბარი, თუმცა პატარ-პატარა ჯგუფებით
ახერხებენ რუსები, რომ შეიწიონ უფრო და უფრო სიღრმეში და ეს დროშებიც მაგაზე მიანიშნებს, ყველა ამ შემთხვევაში არის დადასტურებული გეოლოკაცია განსაზღვრული, რომ მოახერხეს ეგრეთოდ წოდებული დროშის ოპერაციების ჩატარება და დრონებით შემდეგ ამის გადაღება რუსებმა. მოკლედ ავიწროვებენ კონსტანტინივკას და ფაქტობრივად ჩანს, რომ დაახლოებით 1 თვის ვადაში აქ შესაძლოა სრულადაც მოხდეს ამ პატარა ქალაქის ოკუპაცია, თუმცა მთლიანობაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ დონეცკში რამე გადაწყდა რუსეთის სასარგებლოდ. აქ არაერთხელ გვითქვამს, რომ მთავარი თავდაცვითი ზღუდე გადის აი ამ აგლომერაციაზე, სლავიანსკი, კრამატორსკი და გარშემო მდებარე აი ამ ხაზზე მდებარე დასახლებული პუნქტები, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან მყარად დგას და რუსები ძალიან შორს არიან იმისგან, რომ ამ ქალაქების ოკუპაცია მოახერხონ იმ ტემპის გათვალისწინებით, რაც ამათ აქვთ ბოლო 2 წლის განმავლობაში. ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ მოახერხეს პოკროვსკის აღება, მოახერხეს კონსტანტინივკას, ნაწილობრივ ალყაში მოქცევა თუ დღევანდელი სურათით ვიხელმძღვანელებთ, თუმცა ნახოთ, აქ აუცილებელი არის იმის გააზრება, რომ გარკვეული მცირე ტერიტორიული მიღწევები ამ ომში ბევრს არაფერს არ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში დღეს ფაქტი ერთია, რომ პროცესი ძალიან გაწელილი არის, ფაქტი ერთია, რომ ახლა აქცენტი კეთდება მომარაგების ხაზების ბლოკირებაზე, გამოფიტვაზე მიმდინარეობს ეს ომი, ასევე სიღრმეში დარტყმები იმისთვის, რომ შემცირდეს რუსეთის ომის ბიუჯეტი და ეს ომი არის გამძლეობის და ამ ომში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიურ უპირატესობას. ტექნოლოგიურ უპირატესობას ცალსახად ფლობს უკრაინის შეიარაღებული ძალები დღეისთვის და ამას ამტკიცებენ ყოველდღიურად. მოდით ახლა დავუბრუნდეთ ყირიმის ნახევარკუნძულს და მის ბლოკირებას და ვისაუბროთ ქერჩის ხიდზე, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ბევრი კითხვა მათ შორის ჩემ არხზეც დასმულა კომენტარებში, რატომ არ ურტყამენ უკრაინელები ქერჩის ხიდს, ამ მნიშვნელოვან არტერიას, ასევე დასმულა კითხვები არსებობს თუ არა ამის სამხედრო რესურსი, რომ გაანადგურონ ეს ხიდი, აქვს თუ არა შესაბამის შეიარაღება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ასე შემდეგ. აქ ახალი სიმპტომი გამოჩნდა ამ შემთხვევაში და ეს სატელიტური ფოტო სწორედ ამას ადასტურებს, როგორც ჩანს, რუსებმა დაიწყეს მზადება უფრო აქტიურად ქერჩის ხიდის დასაცავად და ისინი ემზადებიან ქერჩის ხიდზე დარტყმისთვის. მოსალოდნელი დარტყმისთვის უკრაინელების მხრიდან. ამაზე მიანიშნებს აი ეს თავდაცვითი ზღუდეები, რომელიც არის აქ აშკარად ამ ფოტოზე ნაჩვენები სატელიტურ გამოსახულებაში, ეს უკვე კარგად აღიქმება ახალ გამოსახულებაში, რომ არის რამდენიმე შრე. ეს ყველაფერი არის წყალქვეშა და წყალზედა დრონებისგან თავის დასაცავად, ხიდის დასაცავად უпростоრად, აქ არის ალბათ მეტალის ბადეები, სხვადასხვა ტიპის ზღუდეები, იმისთვის, რომ დრონებმა ვერ მიცურონ, ასე ვთქვათ, ვერ მიაღწიონ ხიდის ბურჯებამდე და ვერ დაარტყან მათ. ჩვენ გვახსოვს, რომ ერთხელ უკვე იყო ძალიან ძლიერი შეტევა ქერჩის ხიდზე 2 წლის წინ, მაშინ მოხდა ხიდის წინასწარ დანაღმული ბურჯების აფეთქება და შესაბამისი კადრებიც არსებობს და ძალიან დიდი ზიანი გამოიწვია სარკინიგზო მონაკვეთიც დაზიანებული იყო, საავტომობილო მონაკვეთი მთლიანად ესეთი დეფორმაცია ჰქონდა მაშინ მიღებული, ძალიან კარგად მახსოვს. ხო, და ამის შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე შეტევის მცდელობა, ასე ვთქვათ, ნიადაგი მოსინჯეს უკრაინელებმა, სწორედ ამ წყალზე და დრონების გამოყენებით, თუმცა მაშინ აი ამ დამცავმა ზღუდეებმა მეტნაკლებად იმუშავა სხვა თავდაცვის სისტემებთან ერთად და მეტნაკლებად ასე მოიგერიას, ასე ვთქვათ, რუსებმა შეტევები. ამის შემდეგ ისეთი მნიშვნელოვანი მცდელობები მე პირადად არ მახსენდება ქერჩის ხიდთან მიმართებით, თუმცა ახლა ფაქტია, რომ რუსები აი ამ ახალ რეალობაში ფიქრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ქერჩის ხიდის გახდეს სამიზნე. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ვერსია, რომელზეც მე მინდა რომ გესაუბროთ იმის პასუხად, თუ რატომ არ მოხდა ამ დრომდე ქერჩის ხიდის განადგურება. სხვა საკითხია, რამდენად არსებობს ამის შესაძლებლობები ტექნიკური და ამაზე კიდევ ოდნავ მოგვიანებით. პირველ რიგში ეს ვერსია, რომელიც გულისხმობს ეგრეთ წოდებული საევაკუაციო გასასვლელის დატოვებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ყირიმის ნახევარკუნძულის ვიზიტორებისთვის და რაზე არის საუბარი. მაგალითად, აი ამ რუკაზე ჩვენ ხედავთ, რომ
და არაერთხელ მანამდეც გვისაუბრია და ვიცით რომ აქ ხერსონის მიმართულებაზე არაერთი ხიდი არის აფეთქებული და მწყობრიდან გამოყვანილი, ხო? და ეს ყველაფერი ძირითადად ემსახურება იმას, რომ ფრონტის ხაზის მომარაგება არ მოხდეს ყირიმიდან, აი ეს დანიშნულება აქვს და თავად ყირიმის მიმართულებითაც აქ სატვირთოების მოძრაობა არის ლოჯისტიკის ნაწილში ძალიან უჭირთ ყირიმში და ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ აქ რჩება ქერჩი და გასაქცევი ზონა, ასე ვთქვათ. ჩვენ ვთქვით, რომ ბევრი ახლა ჩემოდნებს ალაგებს და ცდილობს, რომ ყირიმი დატოვოს და საიდან უნდა წავიდეს, თუ აქ ფრონტის ხაზთან ახლოს უსაფრთხოება დაცული არ არის და უფრო მეტნაკლებად უსაფრთხო ზონა რჩება ყირიმის ხიდი და ქერჩის ხიდი. მოკლედ ეს ვერსია არსებობს და ამ ვერსიას აქვს თავისი ლოგიკა და არსებობის საფუძველი. ახლა წავიდეთ უკვე იმაზე, რამდენად არსებობს ამის ტექნიკური შესაძლებლობები, რამდენად არსებობდა აქამდე. ფაქტია, რომ აქამდე არც ისე დიდი არსენალი ქონდა ამ მხრივ უკრაინას, თუმცა ახლა შესაძლებლობები თანდათან უფრო ფართოვდება, იგივე ფლამინგო, რაზეც დღესაც ვისაუბრეთ და რომლის ეფექტიც ვნახეთ, რამხელა ზიანის მიტანა შეუძლია ტონაზე მეტის საბრძოლო მუხტის მასის მქონე ფლამინგოს, მის წარმატებული დარტყმის შემთხვევაში თუ ეს იქნება კომბინირებული შეტევა, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ მნიშვნელოვნად დაზიანდეს ქერჩის ხიდი, რატომაც არა, ფლამინგო, რამდენიმე ფლამინგოს დარტყმის შემთხვევაში ეს ძალიან დიდი ეფექტის გამომწვევი იქნება. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ რაღაც ერთეული სამიზნების გაშვება არ ხდება, ხო? არის კომბინირებული შეტევები. შეიძლება იყოს რამდენიმე მაგალითად შორი მოქმედების დრონი, რომელიც უფრო მოდერნიზებულია, ახლა ბევრი მათგანი და ვიცით, რომ მათი საბრძოლო მუხტის მასაც იზრდება და რადიუსიც იზრდება, ხო? ამასაც ვისაუბრეთ დღეს. FP1-ები, FP2-ები, ვიცით, რომ ასევე უკრაინა ავითარებს სარაკეტო არსენალს და წლის ბოლომდე დაანონსებული არის, რომ FP7-ები, FP9-ებიც უნდა იყოს უკვე მზადყოფნაში და ბალისტიკური დარტყმები დაანონსდა რუსეთის ტერიტორიაზე, ხო? ანუ ამ შემთხვევაშიც ახალი რესურსები შემოდის. ამას თუ დაუმატებთ იგივე ამ წყალზე და წყალქვეშა დრონებს, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვნად განავითარა ბოლო 2 წლის განმავლობაში უკრაინამ და წარმოვიდგენთ ესეთ კომბინირებულ შეტევებს წყლიდან, ჰაერიდან რატომაც არა, შესაძლებელია რა თქმა უნდა ამ ხიდის მნიშვნელოვნად დაზიანება, ამას ორი აზრი არ არის აქ და ამიტომაც მიმდინარეობს სამზადისი თავდაცვის კუთხით, თუმცა აქ საკითხავი არის როდის და რა კონკრეტული მიზნით მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პოლიტიკურ თუ სამხედრო ხელმძღვანელობაში. სხვათა შორის ყირიმთან დაკავშირებით თავად რუსების მხრიდანაც კი, მათ შორის რიბარის პლატფორმაზე ესეთი ანალიტიკური სტატია იყო, სადაც ნახსენები იყო შესაძლო ვარიანტი ყირიმის ნახევარკუნძულზე დესანტის გადასხმასთან დაკავშირებით. ანუ განიხილებოდა ეგეთი ვერსია, რომ უკრაინელებმა ერთდროულად წამოიწყონ ორი მანევრი, სახმელეთო გზით, თქვათ, აქედან შეტევა იგივე ზაპოროჟიეს მიმართულებიდან, სადაც ეტაპობრივად ისედაც პატარ-პატარა ტაქტიკური კონშეტევებით წინ მიიწევენ და უფრო დიდი მანევრი ვნახოთ აქ, თუ იქნება ამის რესურსი ცხადია და ამავდროულად მოხდეს გარკვეულ ზონებში იგივე დასავლეთით, ოკუპირებული ყირიმის დასავლეთ ზონაში დესანტის გადასხმა და ესეთი ტიპის ოპერაციის დაწყება. აი ამ ვერსიასაც თავად რუსები უშვებენ ყოველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ობიექტურად, მათი სამხედრო მიმოხილველების ნაწილი ობიექტურად აფასებს იმ საფრთხეებს, რომელიც ახლა უდგათ მათ სამხრეთის მიმართულებაზე და ყირიმის მიმართულებაზე. იმ შედეგს აფასებენ ობიექტურად ისინი, რომელიც აი ამ სურათით ჩანს თუნდაც ყირიმი მთლიანად წყდება ფაქტობრივად ლოჯისტიკის ჯაჭვებს, მომარაგება რთულდება და აქ მთელი რიგი რესურსები იბომბება, სამხედრო რესურსები იბომბება, ენერგეტიკული რესურსები იბომბება და კრიზისი ფართოვდება. თან ვიცით, რომ გარკვეულწილად არის შეზღუდული დრო, ვიდრე რუსები დაეწევიან ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით უკრაინელებს და ამ დროში უკრაინელები ცხადია შეეცდებიან, რომ მაქსიმალური შედეგები დადონ. და სულაც არ არის გამორიცხული, რომ რამე მსგავსი მოხდეს. ამაზე ჯერჯერობით
ღიად უკრაინაში არავინ არ საუბრობს და ეს აბსოლუტურად გასაგები არის. ჩვენ გვახსოვს იგივე 2023 წელს ეს ყმადაღებული კონტრშეტევა, რომელიც საბოლოოდ წინასწარ იმდენი ილაპარაკეს, რომ ჩავარდა და ახლა აქვთ ეგეთი მიდგომა, რომ თუ რამე დაიგეგმება ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გახდება ცნობილი. მაგრამ გარკვეული მინიშნებები კეთდება და შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა, მათ შორის ნახა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილ ფოდოროვის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ, სადაც მან ესეთი რეპლიკა თქვა, რომ მანდო რაღაც სასწაული მოხდებაო, ანუ ყირიმზე როდესაც იყო საუბარი, ნუ იმ ტერმინს აღარ გავიმეორებ, შესაძლოა ბევრმა თქვენგან ნახეთ და მიხვდებით, რაზეც ვლაპარაკობ. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან საგულისხმო იყო იგივე რობერტ მადიარის, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ, სადაც ის განსაკუთრებულად აქცენტს აკეთებდა ყირიმზე. პირდაპირ მოუწოდებდა ის რუსეთის მოქალაქეებს, რომ დატოვეთო ყირიმი დროზე და ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ მან ისევის რეალობა დაბრუნდება, რაც ახლა არისო, უფრო და უფრო გამწოვდება და ყირიმი გადაიქცევა კუნძულათო. ეს მისი ფრაზა არის, მადიარის ფრაზა არის და გარკვეულ სიურპრიზებს აანონსებენ. ეს ძალიან თვალშისაცემია ჩემთვის პირადად და ნუ რაღაცნაირად ფრთხილი ესეთი პროგნოზების გაკეთების საკმაოდ საფუძვლიან ლოგიკას აყალიბებს. არ მინდა რომ რაღაც სასურველის რეალობად წარმოჩენა ან მარჩიელობა გამომივიდეს, ან რაღაცა ესეთი ოპტიმისტური ფიქრები ვინმეს თავს მოვახვიო, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს, ხო? ხშირად ვამბობთ ხოლმე ამ გამოთქმას. ამ შემთხვევაშიც ეს ხდება. ეს სურათი, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ხო? სწორედ ამის საფუძველს იძლევა, რაც ხდება არა მხოლოდ ყირიმის გარშემო, მთლიანად სამხრეთის მიმართულებაზე. ეს პროცესი რაღაც ლოგიკურ გათვლამდე აუცილებლად უნდა მიდიოდეს, რაღაც ჩანაფიქრებთან აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული და თავად რუსების რეაქციაც, მათ შორის ყირიმის უпростоრად ქერჩის ხიდის გარშემო რაღაცა ამ თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა და იგივე რაღაც კომენდანტის საათის გამოცხადება ყირიმის ტერიტორიაზე და მთელი ეს რიგი ფაქტები, რაც სახეზე გვაქვს, მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაცა შეიძლება აქ ნამდვილად მოხდეს. და, თავად რუსულ წყაროებშიც, როგორც ვახსენე, ამ ვერსიებს, იგივე დესანტის გადასხმის ვერსიას და აქ რაღაც დიდი მანევრების ამოწყების ვერსიას, თავადვე ოკუპანტები განიხილავენ. და რატომ არ უნდა ვთქვათ ჩვენ? ცხადია, ვარაუდების საფუძველი არსებობს და ნახოთ, ფაქტი ერთია, რომ წინ გველოდება ძალიან ცხელი ზაფხული. ამას უკრაინაში აანონსებენ და სხვათა შორის ძალიან ხშირად უსვამენ ხაზს, რაც მე უკვე არაერთხელ ვახსენე, რომ არსებობს გარკვეული დროის ფანჯარა. შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ახლა არის შექმნილი სწორედ ვიდრე რაღაცას მოუფიქრებენ უკრაინელების დრონებს რუსები, ვიდრე რაღაცა ახალ ტექნოლოგიას შექმნიან იმისთვის, რომ მათ საშუალო დისტანციებზე დარტყმებს გაუწიონ წინააღმდეგობა, დაიცვან თავისი ლოჯისტიკური ხაზები, ეს მთელი სტრატეგიული მნიშვნელობის გზები, ჯერჯერობით ეს უპირატესობა აქვს უკრაინას, ეს აუცილებლად გავლენას იქონიებს ფრონტის ხაზზე, ეს უკვე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ყირიმის ნახევარკუნძულზე და ეს შესაძლებლობის ფანჯარა არის გამოსაყენებელი. ნახოთ რა მოხდება და მანამდე კი გავაგრძელოთ მიმოხილვა და მხოლოდ ესეთი რაღაც ცარიელი სიტყვები და საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია, მათ შორის, რომელიც სწორედ ზაპოროჟიეს მიმართულებას ეხება და სულ ახალი ვიდეო, აგერ ბატონო, პანცირ S2-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის მორიგი სისტემა, რომელიც უკრაინელებმა ამ კონკრეტული დარტყმით გაანადგურეს სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ. პანცირ S2 მოძრაობაშია. ეს დრონი აცდა, როგორც ჩანს, თუმცა ჰაერში არის მეორე დრონი და მეორე მცდელობა აბსოლუტურად ზუსტია. უკვე მესამე დრონი შორიდან იღებს კადრს, როგორც ხედავთ და ჩანდააფეთქება და მიახლოების შემდეგაც ვხედავთ, რომ აქ სამიზნე არის განადგურებული. პანცირ S2 მორიგი.
ესაც არის 21 ივნისის მასალა და აქაც რა ჩანს. 2 სარადარო სისტემა, კასტა, 2i2 და ნება-უ's ტიპის სარადარო სისტემები, ნება-u ძალიან ძვირადღირებული მათ შორის საჰაერო რადარი არის და 3 გაზის გადამქაჩი სადგური, ასევე ყირიმის ტერიტორიაზე. ნახოთ ეს კადრები. ეს ქერჩის ნავთობ ტერმინალია. ამის დრონის კადრების გარდა გაჩვენებთ თავად როგორ იწოდა ხალხის მიერ გადაღებულ კადრებს. აქ იყო ერთი რადარი, რომელიც განადგურდა და ეხლა იქნება მეორე. ეს არის ნება-u. ამის ფრთებს ხედავთ, ხო? კი ბატონო. ეს უკვე რაღაც გაზის სატუმბი ინფრასტრუქტურა, როგორც ვახსენეთ. და აქ ჩანს ლოჯისტიკაზე დარტყმები, სატვირთოები, რომლებიც განადგურდა. ეს კადრი კარგად ვნახოთ. აი აქ ერთ-ერთ სადგომს მიაგნეს როგორც ჩანს, აქ რამდენიმე სატვირთო ჩანს ფაქტია. და არ ვიცით რამდენი მათგანი განადგურდა ამ დარტყმის შედეგად. ეს უკვე მოძრაობაში. ესაც მოძრაობაში მორიგი საწვამზიდი. და ეს პროცესი არ ნელდება არავითარ შემთხვევაში. კი ბატონო, როგორც შეგპირდით ფოტო და ვიდეო მასალა ქერჩის ტერმინალის, ნავთობ ტერმინალის, ერთი პერიოდი იყო გასული დღეების განმავლობაში ეგეთი საუბრები, რომ არიქა რუსებმა მოახერხეს გზების მეტნაკლებად უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ყირიმით მომარაგება აღდგა. და გადაზიდეს რაღაცა აჩვენებდნენ ვიდეო მასალებს, როგორ გადაზიდეს იქ საწვავი და ჩატვირთეს ამ ტერმინალებში და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ უკრაინელებმა ეს ახლად შევსებული ტერმინალები აი ესე ანთეს. ასე იწოდა. Спокойно же, Никита. Сзади машина. გასაგებია ხო? ეს ღამის კადრი. თუ არ ვსწრები აქ დღის კადრიც უნდა მქონდეს, კი ბატონო. ქერჩის ნავთობ ტერმინალი ისევ. აქ საინტერესო კომენტარიც არის, რომ იქით, ხო, საინტერესო კადრია რა საერთოდ. ქერჩის ხიდი ჩანს ნაწილობრივ, იქით ტერმინალი იწვის. და აქ ყვება რომ საცობი არის. ერთი მხრიდან, ანუ ყირიმიდან გამომავალი გზა, საცობი, ხედავთ რამხელა და პირიქით მიმავალ გზაზე რაღაც ერთი მანქანა ჩანს, აქ თუ კარგად დავაკვირდებით. ამ ფოტოზე ყოველ შემთხვევაში. ეს გასაგებია რომ იქით არავინ არ მიდის, ყველა ცდილობს იქიდან გამოიქცეს. აქ ფოტომასალა გვაქვს, იგივე ნავთობ ტერმინალი და აქ უკვე სატელიტური ფოტო არის, სადაც ჩანს ეს რეზერვუარები, რომლებიც დაიბომბა და წეღან ნახეთ როგორ იწოდა. გარდა ამისა, გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა, რომელიც უკავშირდება უშუალოდ ყირიმს და აი ამ ქერჩის სრუტეს. ამ სატრანსპორტო კოლაფსის ფონზე რუსების ერთ-ერთი ალტერნატივა იყო საბორნე გადაზიდვები. მათ დაიწყეს ამ სატვირთოების პირდაპირ ამ საწვამზიდების შეყვანა ბორნებზე და ბორნებით შემდეგ უკვე გადატანა ყირიმის ტერიტორიაზე. მაგრამ არ არის რთული გამოსაცნობი ამ შემთხვევაში რა მოხდა. 3 парома горят нахуй. 1, 2, 3. Всё, пизда. ხო, მოკლედ საბორნე გადაზიდვებიც მორჩა. სწორედ აი ამ დარტყმებს მოყვა შემდეგ უკვე ის გადაწყვეტილება, რომელზეც ახლა კიდევ ერთხელ ვისაუბრებ, მანამდე აი ეს ბორანი ერთ-ერთი პანაგია, ასეთი დასახელების და სატელიტური ფოტო, რომელიც მის განადგურებას ადასტურებს, ასე ვთქვათ, ეგ იმის გარდა, რაც ვნახეთ წეღან. ეს განადგურებული ნავთობ ტერმინალი ფეოდოსია. ეს ქერჩის ნავთობ ტერმინალი არ არის, მაგრამ თემატური იყო და ეს კადრიც ვნახოთ. ესაც ერთ-ერთი ბოლო მასალა არის, ბოლო დროს გავრცელებული. ასეთ მდგომარეობაში არის ნავთობ ინფრასტრუქტურა, მოკლედ. და ესეც შედეგი ის რომ
ყირიმის აწოვის გარეშე არის დარჩენილი და ამის შესახებ უკვე აი ამ გადაწყვეტილებაშიც არის შედეგი გამოხატული. ოკუპირებული ყირიმის გუბერნატორმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საწოვის გაყიდვა მოქალაქეებისთვის შეწყდა და მხოლოდ სახელმწიფო სერვისებისთვის გახდება შესაძლებელი მომავალში მომარაგება. Уважаемые крымчане, с 9:00 на крымских АЗС отпуск топлива за наличный и безналичный расчет и за талоны юридическим и физическим лицам будет прекращен. Топливо будет отпускаться только службам, государственным службам, которые обеспечивают жизнедеятельность и безопасность Республики Крым. О всех принятых решениях, согласно режиму действия АЗС, будет сообщено дополнительно. Прошу всех соблюдать спокойствие и руководствоваться только официальными источниками информации. ხო, მოკლედ, ტალონების გაცემაც აღარ იქნება, მხოლოდ სახელმწიფო უწყებები, უსაფრთხოების სამსახურები და რაღაცები, როგორც ახსენი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაუსახელებია ვადა, როგორც მანამდეც თქვი, როდის მორჩება ეს შეზღუდვა, ეს არ არის რაღაცა დროში განსაზღვრული გადაწყვეტილება, რომ აი პირობითად ერთი კვირით წყვეტთ საწოვის გაყიდვას. არავინ არ იცის, როდის რთულია რომ ამ პირობებში, როდესაც ამას გეუბნებიან, რომ სიმშვიდე შეინარჩუნო, მაგრამ ეუბნებიან, რომ არა, თქვენ აუცილებლად სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. არ ვიცი, ამაზე დამატებით რა უნდა თქვა. ეს არის სისულელე ესეთი განცხადება ზოგადად შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ამას რომ ეუბნება ოფიციალური პირი მოქალაქეს, რომ ახლა შენ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, როგორც წესი ხდება პირიქით. იმიტომ რომ ეს არის მთავარი სიმპტომი იმისა, რომ რაღაც რიგზე ძალიან ვერ არის და თუ ვინმე გუშინ ფიქრობდა, რომ მოიცადეთ ყველაფერი რიგზე შესაძლოა რაღაც ძველ კალაპოტს ისევ დაუბრუნდეს ამ განცხადების მოსმენის შემდეგ ყველა დარწმუნდებოდა, რომ ნამდვილად საქმე კარგად არ არის და დროა რაღაცა გამოსავალზე მე თვითონ ვიფიქრო. აი ამას იტყოდნენ წესით. და ასე მოხდა ძალიან ბევრის შემთხვევაში. ვიდრე ერთ-ერთი ადგილობრივის ვიდეო მასალას გაჩვენებთ, რომელიც ამ სწორედ გადაწყვეტილებაზე ლაპარაკობს, ერთი ეს სახალისო დეტალი. როგორ იზღოვენ ადგილობრივები თავს იმისთვის, რომ რადგან ბენზინი არ არის, ვინმე ბაკში რაც აქვს დარჩენილი, ისაც არ მოპაროს და არ გადმოუსხას. ნახეთ როგორ იზღოვენ. ახალი ხუფი, რომელსაც აქვს გასაღები. ხო, იზაოსრებაო. Все, до свидания. Мы такие, времена такие. აბა, რას იზავო ძმაო, ეგეთი დრო დადგაო, ეს ამას ამბობს სწორედ ეს ჩვენი ადგილობრივი, როგორც ვამბობთ ხოლმე კორესპონდენტი. ხო, ეს უკვე საკმაოდ მძიმე ამბავი, რომელსაც ყვება ეს ახალგაზრდა ქალბატონი და სწორედ იმაზე ლაპარაკობს, რაზეც მე გიყვებოდით. Мне так интересно, я еще вчера была этим человеком, который думал, что да, все будет хорошо, прорвемся, и я из Крыма не уеду, но сегодня я уже собрала чемодан, собираю сумку, и завтра мы уезжаем с девочками. Мне позвонили все родственники, спрашивая, что у вас происходит. Я понимаю, что может все обернуться очень нехорошо. И так как у меня, слава богу, у меня есть возможность выбора, я пока выбираю уехать. Вот. Новостные ленты вы и так все смотрите, понимаете, все взрослые люди, чем это все может обернуться. Вот. Я надеюсь, что все будет хорошо. Я уезжаю просто на каникулы к маме, там, на месяцочек примерно, да. Вот. Короче, ребят, вот такая вот история, что пока я делаю такое вот решение. Я уезжаю из Севастополя, и я надеюсь, что просто все будет хорошо. Потому что чуйка моя и моей семьи, все женщины моей семьи сегодня просто на какой-то дикой панике. Кроме Лёшиной мамы, она просто максимально адекватный человек, который аккуратненько всем доносит информацию. Вот, и свои мысли. В общем, все равно все переживают. И я обязана просто поднять свою задницу и увезти своих детей отсюда. Все.
ხო, ცოტა ვრცელი ვიდეო კი იყო, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო არის, იმიტომ რომ რა ვიცი, ძალიან ბევრი ადეკვატური მოაზროვნე, არა რაღაცა პროპაგანდისტვის მოწყვლადი ადგილობრივი თუ ვიზიტორი ყირიმის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ რომ ძალიან ლოგიკური არის. ეს გადაწყვეტილება მიიღეს მათ შორის აი ამ ხალხმაც, ვინც ცდილობს ამ შემთხვევაში რომ რკინიგზით დატოვოს, თუმცა ხო, აქ ცოტა ეს არის, რა ქვია, ამათი განწყობა ოდნავ სხვანაირი არის. უფრო მეტად არასერიოზული, ვიდრე წინა შემთხვევაში თავად მიხვდებით, რას გულისხმობ. Вообще не вокзал. Это не вокзал, вообще не вокзал. Мы непонятно где стоим, в камнях чисто. Это просто трэш. Боже, почему я здесь? Я хочу обратно в Москву. Что это за руины? თუ ჩემო, ნუ ქვებზე როგორ დგას ეს სადგურიც კი არ არის, ღმერთო ჩემო. როგორ თქვა? Это вообще не вокзал. Мы непонятно где стоим, в камнях чисто. Это просто трэш. Это просто трэш. Почему я здесь? Я хочу Ну, ეს в Москву. მოსკოვის ახალგაზრდობა მაინც სხვანაირ კომფორტს არის შეჩვეული და ყირიმში კარგი დროის გასატარებლად ჩავიდნენ, მაგრამ ნუ უპს. აი. ეხლა ძალიან საინტერესო ვიდეო მასალა, ნუ აი ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ხედავთ და რაზეც საუბრობთ. როგორც ჩანს, ამ ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ ტურისტული სეზონი უწვება, დიდი ალბათობით რაღაცა ან კაფე აქვს იქ განხსნილი, ან რაღაცა ბიზნესი აქვს და უნდა რომ საწინააღმდეგო დაამტკიცოს. ოღონდ ძალიან უსუსურად გამოიყურება ეს ყველაფერი, როგორც ცდილობს გაყიდოს ამბავი თითქოს რა სისულელე ყველაფერი რიგზეა, ძალიან მაგარი ტურისტული სეზონი არის ყირიმის ნახევარკუნძულზე. Мне тут кто-то написал, что с завтрашнего дня Крым закрывается. Мне так смешно. Ребята, уже сколько раз говорят, что это все фейки ходят. Никто не закрывается, все только открываются полным ходом к сезону, уже все готово. Пляжи в Севастополе все открыты, вот в Семиизе все открыто, все работает. Сегодня поеду в Алупку, в Алупке открылся новый какой-то пляж, хочу посмотреть обязательно. Вот буквально вчера открылся новый пляж. Что вы мне хотите сказать? Пляжи открываются, чтобы завтра закрыться, что ли? Ну, смешно. Мне тут кто-то написал, что... კარგი იქნებოდა ამ დროს დრონს რო გადაეფრინე თავზე. ხო, ნუ რა ქნანე, ყველა თავისას ცდილობს, ნუ სხვა კი ვერ მიხვდება რაშია საქმე, რა ხდება, ვერც ვიდეოებს ვერ ნახავს, ვერც დრონებს ვერ შეამჩნევს თავზე, რომ და ვერც აფეთქებებს ვერ დაინახავს, ვერც ვერავის ვერ დაეკონტაქტება. ამან ეს ვიდეო რო ჩაწერა, ყველა დაარწმუნა, რომ ყველაფერი რიგზეა. მე რა რომ თვითონ ყირიმის იქ გუბერნატორი გამოვიდა და თქვა, რომ კომენდანტის საათს ვაწესებთ და 8-ზე კაფეები დაიხურება და ასე შემდეგ და ნუ დეინი გრაფიკით იქნება ბენზინს ვერ იყიდი. არა ყირიმში მშვენივრად არის ტურისტული სეზონი. ესეც კიდევ ერთი ვინც შემოდნებით ჩაალაგა. Вот с Вадимом собрали все вещи, грузимся уже и будем выезжать с Крыма, пока можем. Поживем пока у его мамы в Волгограде. Говорят, укроп и десант готовят к высадке. Стрёмно как-то. Вот ხალხი ჭრელია მოკლედ, რას გაიგებ. აი აქ საინტერესო მიგნება. Топлива больше не будет. Вот так сказал Сергей. ოღონდ ეს ყირიმელი არ არის. Вот так сказал Сергей. ну чедав. Жителям Крыма и Севастополя. Поэтому, ребят, давайте, те, кто живет в Твери, те, кто жалуется на то, что нам отпускают всего 20 литров на одну машину, те, кто жалуется, что приходится стоять за этими 20 литрами в огромных очередях, давайте будем благодарны тому, что у нас пока вообще не отобрали топливо. ანუ ყირიმში თქვენს რომ საერთოდ არ იქნებაო და ეს ტვერის ოლქიდან არის ამბავი ეს არის და ამას ამბობს რომ ხალხო დაშვიდით მადლობლები იყავით იმაზე რომ რიგში დგომის შემდეგ 20 ლიტრს აწვავს როგორღაც მოყიდიან ეს სამადლობელო ამბავია იმიტომ რომ მაგერ იქ ყირიმში საერთოდ არ აქვს საწვავიო
ნუ აქ ეხა ცხადია ამ გოგოს განცხადებაში უფრო მეტწილად არის ჩემი აზრით ირონია, არ მგონია რომ ესე გულწრფელად ფიქრობდეს, თუმცა რა ვიცით, არც ეს არის გამორიცხული რომ გულწრფელადაც ამბობდეს ამას, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეს არის ირონია, რომ რაღაც ნუ გვაბოლებთ რომ ყველაფერი რიგზეა. იქ სრული უბედურება ხდება ამ შემთხვევაში ყირიმში და საერთოდ აღარაფერია და ჩვენამდეც ეს ყველაფერი მოდის, იმიტომ რომ უკვე რიგში ვდგავართ, უკვე შეზღუდვები გვაქვს 20 ლიტრის მეტი სყიდვა არ შეგვიძლია. Жителям Крыма и Севастополя. აი ასეთ ვიდეოებს რო ვყურებ ხოლმე, სულ მეფიქრება და თავში მომდის ეს კითხვა, რომ თვითონ რუსებმა გაიაზრეს, რომ კარგად არ აქვს საქმე და აი საქართველოში რო რუსეთუმეები არიან და მათ შორის ახლა ამ ვიდეოს კომენტარებში რო შემოვლენ და რაღაც საწინააღმდეგოს რო ამტკიცებენ, ძალიან კომიკურად გამოიყურებიან ეგ ხალხი, იმიტომ რომ ანუ აბსოლუტურად აცდენილი ხართ ხალხო რეალობას. ისინიც ხვდებიან რაშია საქმე და თქვენ ჯერ ვერ მიხვდით, ვერ მოვიდა თქვენამდე ეგ სიგნალი. ნუ ვისაც ეხება, იმას ეხება, რა თქმა უნდა. არა უშავს, ესაც პროცესის ნაწილია და მათ შორის მაგ ყველაფრითაც წუწუნითაც აკაურების წუწუნით, ჩვენებურების წუწუნით ცოტა არ იყოს და გემრიელად ვერთობი ხოლმე პროცესში სიამოვნება რაღაცით უნდა მივიღოთ ძალიან რთულ დროს. კარგი, აქ ნიუსია იმაზე, რომ ყირიმის ტერიტორიაზე ფეოდოსია გვაქვს და გარკვეული ნუ რამდენიმე ანგარი დაიბომბა უკრაინელების მხრიდან, ან მხოლოდ რაღაც ენერგოობიექტებს არ ურტყამენ, აქ ალბათ რაღაც შეიარაღება იყო განლაგებული და ამის დაბომბაზე არის საუბარი. სწრაფად გავიაროთ რამდენიმე კადრი, მათ შორის ეს არის კრასნოდარის ოლქი, სადაც გზებზე ინფრასტრუქტურის დაბომბვა ხდება. დრონის მიფრენა, აქ საცობია, დაშვება, ეხლა შემოუვლის და დავინახავთ, სადაც აფეთქდა. აი ესეთი მდგომარეობა არის გზებზე, რუსეთის ოლქებში. ხო, ეს ძალიან ცნობილი კადრები არის, 2 დღის წინ იყო, 20 ივნისი, თუ ხო, შეიძლება უფრო მანამდეც. ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლის სასწაული რეაქცია იყო. მოდი ჯერ ეს რეაქცია ვნახოთ. ნახეთ, დრონი ეშვება მის თავზე და რაღაცა ისეთი მანევრი გააკეთა, რაღაც ფორსაჟის რომელიღაც სერიიდან, ალბათ, რომ როგორღაც არ ვიცი როგორ, აიცილა და ეს დრონი არ მოხვდა. სასწაული კადრი არის. ნახოთ ეს. სად გაუარა და ინახეთ, ხო? ნუ თავისი მანევრის დამსახურება იყო. სიგიჟეა. გადაუხვია მარჯვნივ, მერე მარცხნივ და ზუსტად მაგ წამებში აირიდა. არ ვიცი, რაღაცა სასწაულით გადარჩა. ბრავო. ხო და ეს არის ზედა კადრი უკვე თვითონ ამ დრონის გადაღებული კადრი არის, აი ეს რომელიც აც და მაგის პერსპექტივიდან არის ნაჩვენები, აი ეს კადრი. აი ეს არის. Вот сука яка. С наступным спалом нахуй. სიგიჟე. ხო, ნუ ეს ერთ-ერთი იღბლიანი შემთხვევა, მაგრამ ძირითადად რუსული სატვირთო მძღოლები ძალიან უბედურ დღეში არიან, განსაკუთრებით სამხედრო ტვირთი ვისაც გადააქვს და ვისაც საწვავი გადააქვს. თუმცა არა მხოლოდ. ესად ხდება, აღარ მახსოვს აქ გვაქვს თუ არა. ყირიმის ტერიტორია. Ну, გამლელი მძღოლი იღებს. სულ ახალ მომხდარ ამბავს წააწყდა, ფაქტობრივად. აქ ერთი საინტერესო დეტალი ჩანს, ხოთა შორის შეამჩნევდით ალბათ, პიკაპი, რომელზეც ესეთი უიღბლო სამხედრო ზის, რომელმაც თავის საქმე ვერ შეასრულა. ვერ გააკეთა თავის საქმე, ფაქტია რომ ვერ გააკეთა თავის საქმე, ეს მობილური ჯგუფები გზებზე გადაიყვანეს იმისთვის რომ დრონებს გაუმკლავდნენ, მაგრამ ამათ ნამდვილად არ გაუმართლათ და ესე ეს ტყვიან პროქვევები დარჩათ ესე გამოუყენებელი, ნივაზე ამხედრებული რუსი ჯარისკაცი და აქეთ დამწვარი 2 დიდი სატვირთო ავტომობილი, ერთი გზის მარჯვენა მხარეს, მეორე გზის მარცხენა მხარეს. ვერაფერს იტყვი.
წავედით ახლა მოსკოვში. აქ ძალიან საინტერესო კადრი გვაქვს, ბატონი ავსებს მარაკს საწვავის, მეორე კი ვინც იღებს და საუბრობს, ძალიან გაბრაზებული არის, რომ ესეთი არაპატრიოტული საქციელი როგორ ხდება მის ქალაქში. Старый, блядь, армянин, блядь. Он уже захуярил себе, блядь, на 74 литра, блядь, и продолжает, блядь. И он заезжает на все, блядь, походу, блядь, эти и заправляет по чуть-чуть, блядь, где разрешают, блядь. Я хуею, блядь, вот это народ, нахуй. Вот это герои, блядь. Просто, блядь, вот, нахуй, номер, блядь, если что. Красавчик, блядь. მოკლედ, მოსკოვშიც როგორც ხედავთ, საწვავის კრიზისი მწვავდება. და ეს ყველაფერი თანდათან უფრო თვალში საცემი გახდა 16 ივნის განხორციელებული ულამაზესი შეტევის შემდეგ. ესაც მოსკოვი და რიგები бензин-გასამართ სადგურებთან. 22:45. Я думал, что я самый умный. Еду в Эко на гибриде. Хотел было дело заправиться. Встал в очередь, думал, самый умный. А если посмотреть на пистолеты, кроме дизеля, ни хрена нету. Земцево, дорога в сторону Капельницы. Хотел было посмотреть, как здесь происходит. Частная заправка здесь и Газпром. Это у нас все в очередь. На Газпром, на котором нет 95-го бензина, частная вообще выключенная, там все темно. Вот, а на Газпром, соответственно, бензина нет, 95-го, и вот такая очередь. Не буду стоять всю эту очередь. Сейчас гляну, что происходит на Роснефти. Я нашел, где есть бензин. Вот, у меня тут меньше полбака, соответственно, мне надо заправиться. ხო, ბოლო სერიაში იპოვა რაღაც бензин-გასამართი, სადაც საწვავი იყო და ძალიან ბედნიერია. აი, ამას რაც შეეხება, ეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ბედნიერია, უკვე საწვავის ნიშანი გაწითლებულია, როგორც ხედავთ და საინტერესო განცხადებასაც აკეთებს. Не хочу разгонять ситуацию, конечно, но хочется перефразировать Евгения Викторовича Пригожина. Собянин, Минэнерго, где, сука, бензин? Не хочу. გახსოვთ ხო პრიგოჟინი? საბრძოლო მასალების ადარიო. შოიგუს რომ მიმართავდა და გერასიმოვს. ეგ მიმართვა გადაათამაშა მოკლედ ამ კაცმა. ეს კი ძალიან სახალისო ფოტო, რომელიც შემოუხდა და პოსტი, მონტაჟი ახაც გავსვამ, სადაც პუტინი დგას ლადასთან და ასხამს რეგულარის საწვავს და საერთოდაც ძალიან სახალისო შინაარსი აქვს ამ პოსტს, ეს Next-ას პოსტი არის მსოფლიოს ყველაზე დიდ ნავთობ бензин-გასამართ სადგურად წოდებული ქვეყანა, რუსეთი იგულისხმება და ხალხი სადაც მოუწოდებენ მცხოვრებს, რომ ნაკლები бензиნი ჩაასხან იმის გამო, რომ თავიდან აირიდონ საწვავის კრიზისი და ნუ შემდეგ მოყვანილი არის, რომ ეს გუბერნატორები როგორ მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ ნაკლები იარონ მანქანით, არ გადაადგილდნენ თუ ეს რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და ასე შემდეგ და აქვე ბოლოსში ესეთი ფრაზაა, რომ როგორც ჩანს რუსეთი გახდება ახლო მომავალში ყველაზე მწვანე ქვეყანა, სადაც ხალხი ივლის ძირთად ცხენებით და ველოსიპედებით. ესეთი ირონიაც გვაქვს ამ პოსტის ავტორებისგან. და ეხლა მინდა შეგახსენოთ აი ამ ცნობილი კაცის, რუსი Z ვლოგერის ევგენი გოლვინის განცხადება, რომელსაც თავადაც გვახსენებს, ხოთა შორის მე განცხადება ნანახი მქონდა. სადაც რამდენიმე თვის წინ გაზაფხულზე ეს კაცი მოუწოდებდა რუსებს, რომ ხალხო, კარტოფილი დათესეთო, იმიტომ რომ შემოდგომას შეიძლება კარტოფილის გარდა საჭმელი არ ქონდეთო. ძალიან საინტერესო ერთწუთიანი ვიდეო. Скорее всего, даже очко. Поэтому закупайте гречку, масло в стране будет скоро, думаю, пиздец. Вы видите, что творится в Иркутске. Солярки нет, посевной хуй. Также выступление видели вы, да? В Якутии министра экономики там, просто пизда. Просто какой-то пиздец. А у нас тут пляски, свистопляски. Поэтому, ребята, соль, закупаем спички, тушенку, готовимся к осени. Я вам, блядь, весной говорил, сука,
Копайте картошку, потому что будем ее жрать. Жареную, вареную, пареную, в мундирах, блядь, по-деревенски, ну и всякая вот эта чушь. Вы видели то, что творится в Москве. Последствия того, что, сука, нам втирают все время в очко. Ребят, никто воевать не собирается. Они сами все, у них, они европейцы, они американцы, сами собой воевать не будут. Да, говорничок. Вот это, я по-другому войну-то назвать не могу. Мне стыдно, блядь, что, сука, они государственные люди, цепляют на себя еще не те, там, блядь, героев России, и рассказывают, как не все заебись. Прекратите пиздеть. ხო, მოკლედ ეს კაცი დიდი ხანია უკვე რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას, მათ შორის ესეთი ფრაზებით, ესეთი ლექსიკით არ ერიდება და ხშირად ესეთ სიმართლეს ამბობს ხოლმე. როგორც ამ შემთხვევაში თქვა, ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთი შეხსენება ჩვენებური რუსთუმეებისთვის, თავად რუსების პირით, ხშირად ამიტომ ვაჩვენებ ხოლმე ასეთ ვიდეოებს, რომ რაღაც იქნება ამ ხალხისგან მაინც გავიაზროთ, რასთან აქვთ საქმე. და ვიცი ძალიან გამიგრძელდა დღეისათვის ბოლო თემას მივადექი, რომელიც ეხება პოლიტიკურ ამბავს, ზელენსკის ულტიმატუმს ბელარუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს მიმართ, რომელიც კვირის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა არის. მოკლედ აი აქ მე მაქვს უკვე განმეორებითი პოსტი ზელენსკის მხრიდან, მანამდე მას ჰქონდა განცხადება, რომ ერთ კვირას აძლევს მოკლედ ლუკაშენკოს იმისთვის, რომ გარკვეული მანევრები აღიკვეთოს. ამაში რა იგულისხმება? ამაში იგულისხმება ის, რომ როგორც უკრაინული მხარე, ამ შემთხვევაში უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტის დონეზე აცხადებს, ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე განთავსებული არის ეგრეთ წოდებული რეტრანსლატორები, რომლებიც რუსეთის შეერაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, რომ მიიღონ შუა რგოლის დამხმარე რგოლის მეშვეობით, ამ შემთხვევაში ბელარუსების აი ამ ტექნოლოგიების მეშვეობით სიგნალი უკრაინის ტერიტორიაზე და წვდომა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო თვალსაზრისით დეტალი არის. დეტალსაც ვერ დავარქმევთ. ამას იყენებენ როგორც შეტევითი თვალსაზრისით, ასევე თავდაცვითი თვალსაზრისით, ამას იყენებენ როგორც დრონების თუ რაკეტების მართვის კომპონენტში, როდესაც ისინი დარტყმებს ახორციელებენ უკრაინის ქალაქებსა თუ ოლქებზე და ასევე იყენებენ მონიტორინგისთვის უკრაინის საჰაერო სივრცის, როდესაც პირიქით ხორციელდება მათი მისამართით შეტევები. ზელენსკიმ ძალიან კატეგორიულად გააფრთხილა ლუკაშენკო, რომ ამის გაჩერება, ამის ჩახშობა უნდა მოხდეს ამ რეტრანსლატორების დემონტაჟი და თუ ესე არ მოხდება, ამ შემთხვევაში ამას ჩვენ გავაკეთებთ პირდაპირ უთხრა და ფაქტობრივად სამხედრო ჩარევით დაემუქრა, იმით რომ, რა ვიცი, და გადაფრინდება დრონები და დაარტყამენ ისე როგორც რუსეთის მსგავს სისტემებს ურტყამენ მათ ტერიტორიაზე. პრინციპში, აი ამ განცხადების ნახვის შემდეგ, ზელენსკის ამ განცხადების ნახვის შემდეგ, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები გახდა 2-3 დღის წინ, რატომ იხდიდა ბოდიშებს ლუკაშენკო, ეს რაღაც სენსაციური მოვლენა იყო, თითქოს რაღაც არაფრიდან მოწმენდილცაზე ლუკაშენკომ გადაწყვიტა, რომ პოზიცია შეეცვალა და უთხრა, რომ იცი რა, ზელენსკი, ჩვენ არასოდეს არ გვინდოდა ომი, ჩვენ გვინდა რომ მშვიდობას მივაღწიოთ, ჩვენ არასოდეს არ განვიხილავთ რაღაც სამხედრო კონფლიქტში ჩართვას, იმიტომ რომ ვაცნობიერებთ, რამხელა რისკის ქვეშ აღმოჩნდება ჩვენი სტრატეგიული ობიექტები, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ უკრაინულ სამხედრო შესაძლებლობებს, დრონებს და ასე შემდეგ, ბლა. მეთქი რა ხდება? ბევრმა ასე თქვა, რა ხდება? თურმე ეს ხდება, თურმე წინასწარ, როგორც აი ამ პოსტში მაგალითად ზელენსკი ამბობს, ამ ღია გზავნილებამდე იყო სხვა ტიპის კომუნიკაცია. სამხედრო თუ დიპლომატიური არხებით, რომ გაჩერდით, შეწყვიტეთ, არქნათ, გააჩერეთ ეგ პროცესი, პირველ რიგში ეგ და მეორე ასევე კეთდება აქცენტი იმაზე, რომ ამარაგებთ საწვავით რუსეთს, თუმცა ეგ უფრო ნაკლებ პრიორიტეტული ამბავია, პირველ რიგში კატეგორიული მოთხოვნა ეხება ამ რეტრანსლატორების დემონტაჟს სასწრაფოდ ერთი კვირის ვადაში, თუ არა და უკვე შედეგს ვიხილავთო, ზელენსკი ამბობს. აი ამ პოსტში მაგალითად ჩვენ ვკითხულობთ, რომ ლუკაშენკოს მიმართ აი ამ მუხარის გაჟღერების შემდეგ პირველი რაღაც რეაქცია მოყვა და თითქოს რაღაც ეს სისტემები ბელარუსის ტერიტორიაზე გათიშეს, ყოველ შემთხვევაში ამას
ამ ინფორმაციას ავრცელებენ რუსი სამხედრო ბლოგერები, თუმცა ამ პოსტში აღნიშნული არის, რომ მსგავსი ოფიციალური დადასტურება მსგავსი ინფორმაციის თავად უკრაინელების მხრიდან არ მომხდარა, ამიტომ ეს თემა კვლავ აქტუალური არის. ეს მეტი ვიზუალური წარმოდგენისთვის ამ რუკაზე ეს ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის პირას ჩანს ეს ანძების მონიშნა, რაც სწორედ ამ რეტრანსლატორებს გულისხმობს. კარგი, დავასრულებ მოკლედ ამით, თუ ამ დრომდე მიყურებდით და საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო დაალაიქეთ. გამომეხმაურეთ კომენტარებში და ასევე კიდევ ერთხელ გამიმეორებ, თუ გსურთ და შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, თუ შეგიძლიათ, რომ ჩაერთოთ დონაციაში, ამით ძალიან შემიწყობთ ხელს, ძალიან დაეხმარებით ამ პროექტის გადარჩენას და გაგრძელებას. შესაბამისი მონაცემები არის ვიდეოს აღწერაში, ქვევით. ანგარიშის ნომერი, PayPal-ის ლინკი და Patreon-ის ლინკი. Patreon-ი არის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ, რომ ჩემი სპონსორები გახდეთ ყოველთვიური დონაციით, ასე ვთქვათ, ეს ავტომატურად ჩამოგაჭრით შემდეგ თანხას, როდესაც შესაბამის პროცედურას ლინკზე გადასვლის შემდეგ გაივლით, აირჩევთ 5, 10 ან $15 ვარიანტს და თქვენთვის მისაღები, რომელიც იქნება და ხელსაყრელი, იმ ოდენობის დონაცია შეგიძლიათ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა განსაკუთრებით მათ, ვინც უკვე ჩართული არის დონაციაში, 4 სპონსორი მყავს უკვე Patreon-ზე. სუპერ. მაგარი ხალხი, ყველას მოკითხვა. და არის კიდევ ხოლმე შემთხვევები, როდესაც ანგარიშზე რიცხავენ, იყო შემთხვევა რამდენჯერმე, როდესაც PayPal-ზე ჩაირიცხა ფული, ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი თქვენი მხრიდან არის ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული. და როგორც გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. თითოეულს, ვინც თუნდაც 1 ლარი ოდესმე გაიმეტა ამ საქმისთვის, ძალიან დიდი მადლობა. მე მჯერა, რომ გესმით თქვენ ამ არხის არსებობის მნიშვნელობა და ძალიან დიდ იმედს მაძლევს და სტიმულს მაძლევს თქვენი ჩართულობა, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ის, რომ რეგულარული მაყურებელი ჩემ არხზე არის 50+% ყოველთვიურად. თუმცა აქვე უნდა ითქვას ის, რომ არის დაახლოებით 30%, ვინც საკმაოდ ხშირად მიყურებს, მაგრამ არ არის გამომწერი, ძალიან უცნაური ამბავია პრინციპში. თუ ასეთები ხართ და ამ დრომდე შემორჩით, გამოიწერეთ, მოკლედ არ დაიზარდ. კარგი, წავედი მოკლედ. დიდი მადლობა, ნახვამდის, იმედია მალე დაგიბრუნდებით საინტერესო სიახლეებით. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.